კობახიძის განკარგულებით ვადგენთ, რომ რიყის დოქების დანგრევა იგეგმება და ამ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება. ამას არ უარყოფს თავად ირაკლი კობახიძე, რომელიც რიყის დოქებს სიმახინჯეს უწოდებს. კახაკალაძე კი არ გამორიცხავს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე მალე სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირება იყო რიყის დოქების დანგრევა, რომელიც ძალიან მალე სისრულეში, რომელსაც სისრულეში მოიყვანენ. რაც შეეხება რიყის დოქების მეპატრონეს, ჩვენ მაყურებელს გავახსენებ, რომ ეს ტერიტორია გაყიდა დავით ხიდაშელმა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა. ის ამბობდა, რომ ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოდის და მას სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და იყიდა შეპესე რიყედომმა, რომელიც ასევე არის გიორგი ბარვენაშვილის, ქართული ოცნების ერთ-ერთი მილიონერი ბიზნესმენის ახლო გარემოცვის წევრი. მე მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს, ეს ერთი. და მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იმ ადგილზე იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არავითარ შემთხვევაში. აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს სიმახინჯე დოქების ადგილზე. არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, არის ყველანაირად მოუწესრიგებელი, არის ნაგვის ბუდე და შესაბამისად საჭიროა კარგი პროექტის განხორციელება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური. შეიძლება სასტუმროც, თუმცა გავივლით მაგას ურბანულად პროექტით. განკარგულების თანახმად შეპესე რიყედომს ამ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება ექნება მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზა შესაბამის დასკვნას დაადებს და სულ მალე სავარაუდოდ რიყის დოქების ეს ტერიტორია სამშენებლო პოლიგონად გადაიქცევა.